მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია, ყველანი კარგად გრძნობთ თავს და გაგითენდათ ესეთი მშვიდი და ბედნიერი დილა. ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება დღის რჩევა ტაროსგან თქვენთვის. რა რჩევას მოგცემთ ტარო, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ? ზოგადად რაიმე კონკრეტულ საკითხს არ მივუთითებ, არ ჩავიფიქრებ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა რჩევას მოგცემთ ტარომ? ცით რა არის, ამ წუთას ფონი გაქვთ ესეთი მდგომარეობაში, ვინც იმყოფებით, რაღაცნაირად შინაგანი სიცარიელე, გამოფიტულობის შეგრძნება, ვიღაცა ფიზიკურ ტკივილამდე შეიძლება მიდის აი ესეთი მდგომარეობის გამო. ეს შეიძლება ფინანსების ნაკლებობასაც ეხებოდეს და მას ამ სიტუაციას ისე განიცდით, რომ ძალიან დაცარიელებულად გრძნობთ შინაგანად თავს. თუმცა ფიქრობთ, რომ იქ წინ რაღაცა იმედს იქონიებთ მაინც, ანუ ძალიან ისეთი უიმედო მდგომარეობაში არ ხართ. უბრალოდ აი ეხლა რა სიტუაციაც გაქვთ, მაინც გიჭირთ ამ ყველაფრის გაძლება. ამ სიტუაციაში ყოფნა. თითქოს რაღაც ეჭვებში ხართ და თქვენი საზღვრები გაქვთ, თავს იცავთ რაღაცა სიტუაციის გამო. ან ვიღაცასთან დაკავშირებით იცავთ თავს, ძალიან ისეთ თავდაცვის პოზიციაში ხართ. ტაროსგან რჩევა იქნება ის, რომ ეს პერიოდი, რაც ახლა თქვენს ცხოვრებაში ხდება, არის დიდი ტრანსფორმაციის, დიდი ცვლილებების პერიოდი ზოგადად და ეს ცვლილებები თქვენ მოგიტანთ შინაგან სიძლიერეს. ეს სიძლიერე რეალურად გაქვთ თქვენ, მაგრამ ამის ცოდნაა საჭირო. ზოგადად ადამიანებს ბევრი თვისება, ბევრი ძალა გვაქვს შინაგანად, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით ჩვენ შესახებ. ამიტომ ყოველთვის არის საჭირო ხშირად განვითარება საკუთარ თავზე, ფიქრი, საკუთარ ემოციებზე დაფიქრება, შესაძლებლობებზე. ეს სიტუაცია გაქვთ ახლა თქვენ. ზუსტად, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერზე ვერ ვფიქრობთ, ხო? ჩვენ შესაძლებლობებზე ვერ ვიაზრებთ იმ ყველაფერს, რამდენი ძალა გვაქვს, რისი გაკეთება შეგვიძლია, ხო, რეალურად. ამას სამყარო გვაჩვენებს კონკრეტული მოვლენების სახით და აი ამ ფონზე გვაძლიერებს. აი ამ სტრესული სიტუაციების ფონზე, ნერვიულობის ფონზე და რაღაცა განსაცდელის ფონზე ჩვენ მძლიერდებით, ხო, შინაგანად და ზუსტად ეს მდგომარეობა გაქვთ ახლა თქვენც. არ შეგეშინდეთ, ეს არის ცხოვრებისეული მოვლენა, ჩვეულებრივი, შეიძლება რთული გადასატანი, მაგრამ ის სიტუაცია, რომელშიც ახლა ხართ, რაღაცა პლუსიც აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს თქვენს გასაძლიერებლად, თქვენი შინაგანი სიძლიერისთვის არის მოვლენილი თქვენს ცხოვრებაში აი ეს სიტუაცია და ზუსტად ასეც იქნება. ანუ ტაროს რჩევა არის ის, რომ არ მიიღოთ ეს სიტუაცია რაღაცა ტრაგედიად და ვაიმე ეს რა დამემართა და ამ დღეს შეგურ აღმოჩნდი და არ აქვს მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვის რა სიტუაცია გაქვთ ახლა, ვინც ამ მდგომარეობაში იმყოფებით და თავს გრძნობთ ისე, რომ ვერ ფიქრობთ, რაღაც უსამართლოდ გრძნობთ შეიძლება თავს, რომ ეს რატო დაგემართათ თქვენ და ასეთი სტრესში რატომ ხართ და ასეთი ნერვიულობა რატომ გადაგხდათ თქვენ, ასეთი სანერვიულო რატომ გაქვთ, იცოდეთ, რომ ამ ყველაფრის პლუსი არის ის, რომ თქვენ ძლიერდებით შინაგანად, სულიერად და თქვენ აი ამ სტრესის ფონზე და აი ამ ნერვიულობის ფონზე პოულობთ შინაგან ძალას. და რჩევა არის ის, რომ დაელოდოთ
ამ ყველაფრის დასრულებას. ეს სიტუაცია აუცილებლად დასრულდება და თქვენ რეალურად მიიღებთ დიდ სტაბილურობას, ბევრ შესაძლებლობებს, სიმყარეს ცხოვრებაში. რეალურად იგრძნობთ რა დიდი ძალის მატარებელი ყოფილხართ, რამდენი რამის შესაძლებლობა გქონიათ, როგორი თქვენ სიტყვას როგორი სიძლიერე გქონია და თქვენს მნიშვნელობას დაინახავთ ამ სამყაროში. ან ტაროს რჩევა არის ის, რომ ეს ყველაფერი რამ მდგომარეობაშიც ახლა ხართ, ცოტაც გაუძელი რაღაცას მომენტია და აუცილებლად მიიღებთ საკუთარი თავის უმაღლეს ვერსიას აი ამ მდგომარეობიდან. ეს სიტუაცია არის მოვლენილი იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში მოვიდეს ის სტაბილურობა, ის სიმყარე და ის სიძლიერე, რასაც აქამდე ოცნებობდით და ფიქრობდით და რაც აქამდე არ ხდებოდა. ეს ყველაფერი მოვა აი ამ სიტუაციის შემდეგ და რის ფონზე მოდის, იცით ეს ყველაფერი, როდესაც თქვენ შინაგანად ძლიერდებით და თქვენ შეიძლება აქამდე ცოტა ის მომენტი გქონდათ, რომ ემოციურად დაუბალანსებელი იყავით, ვერ იკავებდით ემოციებს. შეიძლება აი ხო, რაღაცა ისეთ გამოხატავდით ძალიან თქვენს ემოციებს და განცდებს, ხო? აი ეს სიტუაცია თქვენ გასწავლით დაბალანსებას, თავშეკავებას, შინაგან სიძლიერეს და იმის ცოდნას, რომ მუდმივი არაფერი არ არის და ეს სიტუაციაც აუცილებლად დასრულდება და სამაგიეროდ მიიღებთ ჯილდოს სახით იმას, რაც წევან გითხარით, სტაბილურობას, სიმყარეს, ყველას თქვენი სიტუაცია გაქვთ და მოირგეთ ამ სიტუაციაზე ოღონდ და დაფასებას, რაც მთავარია. კარგი, კიდევ რა რჩევას მისცემთ ამ ადამიანებს, ვინც ახლა მიყურებენ. კიდევ რას რჩევას მისცემდით ამ ადამიანებს დღეს, ვინც ახლა მიყურებენ. სიტუაცია ზუსტად იგივე, მეგობრებო, არ ვიცი. ახლა კიდე დავამატებდი იმას, რომ რაღაცა დასრულებული სიტუაციაზე ფიქრობთ და გენატრებად და ემოციურად განიცდით ამ ყველაფერს. აქაც იგივე სიტუაციაა თითქმის რაღაც ძალიან დიდი ძირფესვიანად იცვლება თქვენს ცხოვრებაში. დიდი ტრანსფორმაციის პერიოდი გაქვთ. შეიძლება ნელა მიმდინარეობს ეს ცვლილებები და ნელა ვითარდება ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ თქვენ ამის შედეგად მიიღებთ საკუთარი თავის ძალიან კარგ ვერსიას. შეიძლება აი ოცნებებში როცა წარმოიდგენდით ხოლმე აი როგორი მინდა ვიყო, ზუსტად იმ თქვენს თავს მიიღებთ იმ სიტუაციაში, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით. და ის ცხოვრება მოდის თქვენთვის, რასაც ყოველთვის ფიქრობდით, რომ იმსახურებდით და აქამდე ჯერ ვერ მოაღწია თქვენამდე, ნელ-ნელა მოდის, მაგრამ ძალიან დიდი სიმყარით. იცოდეთ, რომ აი ეს პერიოდი რა მდგომარეობაშიც ახლა ხართ, რაღაც შეიძლება ცოტა ისეთი სიტუაცია გაქვთ, რაღაც წარსულის ბედნიერ კადრებს ატრიალებთ გონებაში და რჩევა არის ტაროსგან ის, რომ ისწავლე დალოდება ნელა, მაგრამ სტაბილურობისკენ ვითარდება ყველაფერი, სიკეთისკენ, სიმყარისკენ და ბედნიერებისკენ, სადაც თავს იგრძნობთ სავსედ, სადაც